ქიმიური იარაღის გამოყენებაზე გამოძიება იქნება ბოლომდე. ბოლომდე. ამას გააკეთებს ქართველი ხალხი, ჩვენ, ქართველი იურისტები, ადამიანის უფლებათა დამცველები, საერთაშორისო ორგანიზაციები. მე მგონი პირველად დავითვალე დაახლოებით 16 იყო თუ არ ვცდები, მეტი თუ არა, რაც მე დავითვალე, ევროპარლამენტარი, რომელმაც გუშინ ევროპარლამენტში ეს იყო სამუშაო სესია, განიხილა, ახსენა, მოითხოვა ქმედება საქართველოსთან დაკავშირებით. ფაქტობრივად ეპიცენტრში არის საქართველო, ევროპული პოლიტიკური დღესდღეობის, ეს ძალიან კარგია. ჩვენ, რა თქმა უნდა, განცხადებების გარდა საქმე და ნაბიჯები გვჭირდება. ეს მნიშვნელოვანია. როგორ? ჩვენ ვითხოვთ ყველასთან, ვინც თქვენ ნახეთ ეკრანებზე, ყველასთან ვმუშაობთ, ასევე ვმუშაობთ ევროკავშირში შემავალი ქვეყნების პარლამენტებთან, სხვადასხვა მექანიზმებთან დაკავშირებით. მაგალითად, გუშინვე ასევე ევროსაბჭოს მომხსენებელმა რომ წერილი გამოაგზავნა პროკურატურას მიმართა, ხო? მათ შეუძლიათ ძალიან ბევრი საშუალებებია. შეიძლება მოითხოვონ დაუყოვნებლივი ვიზიტი, შეიძლება მოითხოვონ ჩამოსვლა და შემოწმება დაწესებულებების, შეიძლება მოითხოვონ შემოწმება საწყობების, ანუ ჩაატარონ დამოუკიდებელი გამოძიება. ნებისმიერ 193-დან ნებისმიერ სახელმწიფოს შეიძლება ქიმიური იარაღის ორგანიზაციაში მოითხოვოს მსგავსი გამოძიება. მე მაქვს იმედი, რომ ეს მექანიზმები ახალი წლის შემდეგ ასე მარჯვნივ მარცხნივ აუცილებლად ამუშავდება. საქმე რაში არის? აქ არ არის კონკრეტულად პერსონალური არაფერი. აქ საქმე იმაშია, რომ როდესაც გამოყენებული იქნა მსოფლიო ისტორიაში ქიმიური იარაღი, ამას მოყვა საერთაშორისო რეაქცია, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ ვიღაცა ხალხის შეზღუდვა, დაჯარიმება, დაკავება. ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაული და სილის გაწვნა კაცობრიობისთვის.